ბიჭი მარტო მიდიოდა. ძველი ჩანთა იღლიაში ამოეჩარა და უხალისოდ მიაბიჯებდა ფილაქანზე. კარგად იცოდა 4 მისი ტოლი ბიჭი, 4 მეტოქე, ქუთის კუთხეში ელოდა. 4-ვე ღონიერი, სწრაფი და მოქნილი იყო. თავზე ხელაღებული ჩხუბის თავები ალბათ დილიდანვე იდგნენ ჩასაფრებულნი. თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდათ რა. ზეცივი იყო. ქუჩა ნაცრისფერი და უცხო. ის მიდიოდა მარტო. თითქოს მთელი ქალაქი მის წინააღმდეგ იყო. ერთ დღეს მდინარეს მიაშურა. წყალი ცივი იყო, მაგრამ 7. თითქოს მის გულსაც ამშვიდებდა და სწორედ იმ წამს აივნიდან გოგონა გამოჩნდა. გრძელი ნაწნავებით გოგონამ გაუღიმა. ამ ღიმილმა მისი დღე გაანათა. მაგრამ როცა ნაპირთან დაბრუნდა, იქ ისევ ჩრდილები ელოდნენ. 4 ბიჭი, სიცილითა და მუქარით. ის გაიქცა და გზად ნაგაზი დაინახა. დიდი, შეშინებული, მარტოსული. ისინი თითქოს ერთმანეთის გასაჭირს მიხვდნენ სიტყვების გარეშე. ერთად დადიოდნენ, ერთად სუნთქავდნენ. ორად გაყოფილი მარტოობა, რომელიც ერთ მეგობრობად იქცა. ერთ დილას ეზო ცარიელი დახვდა. სარდაფის კარი ღია იყო. თუნუქის ნომერი მიწაზე ეგდო. ახლა კი ყოველ დილით ის ისევ იმ გზაზე მიდის. ხელში უჭირავს ის ნომერი და მზეს უყურებს. იქნებ სადღაც ქარში ისმის მურას ხმა, როგორც მოგონება, რომელიც არასდროს ქრება.